ქართლის სამეფო ნანგრევებად იყო ქცეული, განადგურებული, დაყოფილი, დავიწყებისთვის განწირული. მაგრამ ამ მიწის სიღრმიდან, როგორც ქვებში ჩარჩენილი ცეცხლი, აღდგა კაცი, ერისთავი, მეფე, რომლის სახელსაც ჯერ კიდევ არ დაეკუხა, მაგრამ მისი ნება უკვე ქარევით ძლიერდებოდა. ის არ იყო მეფედ დაბადებული, ის იქცა მეფედ და როცა სხვები ძველი დიდების ჭრდილს დასდებდნენ, მან გადაწყვიტა ახალი საქართველო აეშენებინა. არაბთაგან დევნილი, იძულებული გახდა ქართლი დაეტოვებინა და ოჯახითა და მომხრეებით ტაო-კლარჯეთში გადასახლებულიყო. მან აღადგინა ქალაქი არტანუჯი, თავისი ძალებით იბრძოდა არაბების წინააღმდეგ, დევნიდა მათ ტაოდან. თანდათან აფართოვებდა თავის ძალაუფლებას თელს სამხრეთ საქართველოზე. შემდეგ კი ქართლიც შემოიერთა. მისი ყოველი ბრძოლა მხოლოდ საომარი გამარჯვება არ იყო, ეს იყო იმედი, როგორც ცეცხლის ნაპერწკალი სიბნელეში. ორი დიდი იმპერია, ბიზანტია და არაბთა სახალიფო კავკასიის დამორჩილებას ცდილობდა. ამ მეფემ კი სულ სხვა გზა აირჩია. აირჩია ის გზა, რომელიც ორივე იმპერიისთვის მიუღებელი იყო, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გზა. იგი იბრძოდა არა მხოლოდ ხმლით, არამედ გონებით, დიპლომატიით, დიდი ნებისყოფითა და რწმენით. მიუხედავად იმისა, რომ ეპოქამ ორ ძლიერ მეზობელს შორის მოაქცია, მან შეძლო მათი ძალაუფლებისგან გაეთავისუფლებინა ქვეყანა და ქართლი ისევ ქართველებისთვის დაებრუნებინა. 826 წელს მან ჯარი შეკრიბა და არაბების წინააღმდეგ დაძრა, მაგრამ მათ შორის აღმოჩნდნენ მოღალატეები, რომლებმაც მისი მოკლა სცადეს. იგი მათ დაუსხლდა და თავი მონასტერს შეაფარა, იმედოვნებდა, რომ იქ ხელს არ ახლებდნენ. თუმცა შეთქმულები შეიჭნენ ტაძარში და ზედ სამსხვერპლოზე მოკლეს იგი. ყოველთვის ასე იყო საქართველოს ისტორიაში. სადაც დიდი გმირები იბადებოდნენ, იქვე დიდი ღალატი იჩენდა ხოლმე თავს. ხალხი მეფის სიკვდილს გლოვობდა, მაგრამ მთებში ქარებიც კი ჩურჩულებდნენ, რომ ის ცოცხალია, რადგან ქართლი ისევ ცოცხალია და სანამ იარსებებს სიტყვა ქართლი, იქვე მარადიულად მოიხსენება ამ დიდი მეფის სახელი, აშოტი. აშოტ პირველი კურაპალატი, რომელსაც მადლიერმა შთამომავლობამ დიდი უწოდა, ხოლო ქრისტეს ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. თქვენ კი მოიწონეთ ეს ვიდეო და გააზიარეთ, რათა ყველამ გაიგოს ამბები საქართველოზე.